ამ ადამიანს აბსოლუტურად ყველა MMA-ის მოყვარული იცნობს. დენიელ კორმიე 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონია, რომელიც შეიყვანეს დიდების დარბაზში. But boy, look at that. კორმიემ ძალიან მძიმე გზა გაიარა ჩემპიონობამდე და ამ გზაზე მან უამრავი თავისი საყვარელი ადამიანი დაკარგა, მათ შორის საკუთარი ქალიშვილი. I just remember her in the casket and just not understanding why stuff like that keeps happening. ასევე გვაჩუკა ფანატებს ისტორიაში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება. და დღეს მე გაგაცნობთ თქვენ ამ ლეგენდას, გისურვებთ სასიამოვნო ყურებას და გაიცანით UFC-ს 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი დენიელ DC კორმიე. დენიელ კორმიე დაიბადა 1979 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ლაფაეტში. DC მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მას ჰყავს უფროსი და ფელიცია, ძმა ჟოზეფი და უმცროსი ძმა ფერალი. მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ივიწყებდა შვილებს და ყველაფერს აკეთებდნენ ბავშვების კეთილდღეობისთვის. დენიელის მამა ძალიან მშრომელი კაცი იყო, ის ყველანაირ ფიზიკურ სამუშაოებებს ასრულებდა, იქნებოდა ეს მშენებლობა, გაზონის გათიბვა მეზობლებთან ან პიცერიაში ჭურჭლის რეცხვა. კორმიეს დედა კი იყო დამლაგებელი გამოძახებით. დისის ცხოვრებაში ტრაგედიები 7 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მამამისი მეორე ცოლის მამამ მოკლა ცეცხლსროლი იარაღით. დენიელმა ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადაიტანა, დედას კი ორჯერ მეტი სამუშაო დაემატა, რადგან ოჯახში 4 ბავშვი იყო გამოსაკვები. გარკვეული დროის შემდეგ მარტოხელა დედა გათხოვდა. პერსი ბენუა დისის მამობილია, რომელმაც ის საკუთარი შვილივით გაზარდა და დღემდე კორმიე მას დიდი სიყვარულით იხსენებს. დენიელი ბავშვობიდანვე იყო აქტიური და სკოლაში ერთობოდა კალათბურთით და ამერიკული ფეხბურთით. თუმცა მაშინაც მის გარშემო იღუპებოდნენ საყვარელი ადამიანები. მეოთხე კლასში, როდესაც მისი უახლოესი მეგობარი ბრუნდებოდა სახლში, მას მანქანა დაეჯახა და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. მეხუთე კლასში კი დენიელის ბიძაშვილი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევაში. სწორედ მაშინ დისის ამ ტრაგედიაზე რომ არ ეფიქრა, მან დაიწყო ვარჯიში ჭიდაობაში. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას სულ უფრო და უფრო უყვარდებოდა ბიჭუნას. თავიდან მან ასპარეზობა დაიწყო თავისი ქალაქის პირველობაზე, სადაც ადვილად მოიპოვა გამარჯვება და 16 წლის ასაკში დენიელმა 101 შეხვედრიდან მხოლოდ 9-ჯერ დამარცხდა. დისი ორჯერ აღიარეს ნაციონალურ ტურნირის საუკეთესო სპორტსმენად და მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორებში 16 წლამდე მან ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ კორმიემ კოლეჯში ჩააბარა და გააგრძელა ვარჯიში, ოღონდ ამჯერად თავისუფალ ჭიდაობაში. 1998 წლიდან 1999 წლამდე დისიმ ახალგაზრდებში ნაციონალურ სტუდენტურ შეჯიბრებებში პირველობა მოიპოვა 90 კილოგრამში და ზედიზედ დაუმარცხებლად 61 შერკინება მოიგო. კოლეჯის შემდეგ 2000 წელს კორმიე ოკლაჰომის სტილუეტერის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც ის მიიღეს ნაციონალურ ნაკრებში. მან კარგად გამოავლინა თავი, მაგრამ ამავე წელს მისი უახლოესი მეგობარი დენიელ ლოუსონი, რომელიც კალათბურთს თამაშობდა გუნდთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა დისიზე, რომ მან რამის თავი დაანება ჭიდაობას, მაგრამ ისევ ჭიდაობამ გადაატანა ახალგაზრდა სპორტსმენს ეს დანაკარგი. საერთო ჯამში დენიელმა 2000-დან 2008 წლამდე უამრავი შეჯიბრი მოიგო თავისუფალ ჭიდაობაში, ან მოიპოვა საპრიზო ადგილები. მაგალითად 2000 წელს მან მეორე ადგილი მოიპოვა ამერიკის ჩემპიონატზე. 2001-ში გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. 2002 წელს პანამერიკულ ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა. 2003 წელს კი დენიელს და მის შეყვარებულს ქალიშვილი შეეძინათ. ამის ფონზე გახარებულ დისიმ კიდევ ერთხელ მოიპოვა ოქროს медаლი პანამერიკულ პირველობაზე და გახდა ოლიმპიური სპორტსმენი, რომელიც ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე იასპარეზებდა 2004 წელს ათენში. თუმცა ოლიმპიადამდე რამოდენიმე თვით ადრე კორმიეს ცხოვრებაში კიდევ ერთი უბედურება მოხდა. დენიელის შეყვარებული 4 თვის ბავშვთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. მახსოვს პოლიციიდან დამირეკეს, მითხრეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 3 ადამიანი დაზიანდა და ერთი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ის იყო. მანქანაში ბავშვი იყო, ყველა უსაფრთხოების წესებით დაცვით, მაგრამ მათ უკნიდან ვიღაცა უპასუხისმგებლო ადამიანი დაეჯახა. ჩემი ანგელოზი ადგილზევე გარდაიცვალა. მახსოვს კუბო, რომელშიც იწვა ჩემი შვილი. ის ძალიან პატარა იყო. არ ვიცი, ჩემს გარშემო ასეთი უბედურებები რატო ხდება. ნამეტანია, მართლა ნამეტანია. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ყველას ეგონა, რომ დისი დაასრულებდა კარიერას. ალბათ კორმიეც ასე ფიქრობდა, მაგრამ მან თავი ხელში აიყვანა და გავიდა ოლიმპიადაზე, სადაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ყველას, მეოთხე ადგილი.
როდესაც ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა, მე მიზანი დავისახე. ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებით მას პატივს მივაგებდი. ჩემს ანგელოს არ შევარცხნი. მიუხედავად იმისა, რომ კორმიემ ვერ მოიპოვა მედალი, მან ისეთ წარმატებას მიაღწია, რომელსაც ბევრი სპორტსმენი ნატრობს. დისი გახდა ოლიმპიელი და ქალიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი. ამის შემდეგ კორმიემ 2005 წელს ვერცხლი მოიპოვა მსოფლიო თასზე და გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე. 2006 წელს დაიკავა მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2007-ში ბრინჯაო მოიპოვა მსოფლიოზე და პანამერიკულ ტურნირზე. 2008 წელს კორმია შეერთებული შტატების ჭიდაობის ნაკრების კაპიტანის რანგში გადის მეორეჯერ ოლიმპიადაზე პეკინში, მაგრამ ბოლო მომენტში აწონვებზე ცუდად ხდება და ექიმები მას თირკმელების უკმარისობის დიაგნოზით არ აძლევენ უფლებას ოლიმპიადაზე მონაწილეობის. ჯანმრთელობასთან პრობლემების გამო დისიმ დაასრულა კარიერა და მოეწყო სამუშაოდ ადგილობრივ ტელესადგურზე, სადაც დღე და ღამეს უსაქმურობისგან ათენებდა ონლაინ კალათბურთის თამაშით. დაიერთ დღეს მის ახლო მეგობარმა დაპატიჟა კორმია MMA-ის ვარჯიშებზე. კორმიემ მიხვდა, რომ ბრძოლებით მეტი ფულის გამომუშავება არის შესაძლებელი და დაიწყო ვარჯიში. დენიელ კორმიეს კარიერიდან გამომდინარე ის სიხარულით მიიღეს ერთ-ერთ იმ დროისათვის ყველაზე ცნობად პრომოუშენში Strikeforce-ში. დისის დებიუტი პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლებში 2009 წლის 25 სექტემბერს შედგა. მაგ მომენტისათვის დენიელი 30 წლის იყო, მისი ოპონენტი კი გარი ფრეიზერი 21-ის. ეს ჩემი ქალიშვილია, სწორედ ის არის ჩემი მამოძრავებელი მიზეზი. სოფლიოში ყველაზე ლამაზია, კეიდენ ემერი კორმიე. მან 2003 წლის ზაფხულში დამტოვა და მის მერე ის ჩემი მამოძრავებელი ძალაა. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი სრულად დისის დომინაციით წარიმართა, რა თქმა უნდა, ოლიმპიელი მოჭიდავე პარტერში უკეთესი იქნებოდა და ასეც მოხდა. Boxing 2.5 months ago, Utah's up. Frazier just running away for dear life. Meets him with the right hand. And we are... ფრეიზერმა მეორე რაუნდი ეფექტური ჯებით დაიწყო, მაგრამ კორმიემ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ის ერთი მომენტი ბანალურად ოლიმპიადას დაჭერობანას ეთამაშებოდა. შუა რაუნდში ფრეიზერი შეცდა და დისიმ ეს გამოიყენა, მან თავისი პირველი მეტოქე MMA-ში ბრუტალურად მიწაზე ჩაქოლა და მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება. მერე XMMA-ის ორგანიზაციაში პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ლუკას ბრაუნი და გახდა ამ პრომოუშენის ჩემპიონი. ზუსტად ორ კვირაში დენიელი მორიგ სატიტულო ბრძოლას იგებს, ამჯერად კოუტის ორგანიზაციაში, სადაც პირველივე რაუნდში გაგუდა ტონი ჯონსონი. ამის მერე ზუსტად 8 დღეში დისი Strikeforce უბრუნდება და პირველივე რაუნდში მიწაზე ქოლავს ჯეისონ რაილის. და 2010 წლის ბოლოს დენიელმა თავისი ტიტული დაიცვა XMMA-ის ორგანიზაციაში, სადაც პირველივე რაუნდში დაანოკაუტა სოა პალელი. 2011 წელს კორმიემ მთლიანად გადაერთო Strikeforce-ის ორგანიზაციაში და შეხვდა დეივ კოლს. დისიმ პირველად თავის კარიერაში ბრძოლა გადაწყვეტილებით მოიგო. მართალია დენიელმა ეს შეხვედრა ფინიშის გარეშე დაასრულა, მაგრამ ის 3 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და თავისი ჭიდაობის მეშვეობით თავისი მეტოქე არ ამოასუნთქა. 2011 წლის ზაფხულში Strikeforce-ის პრომოუშენმა გრან-პრიში მონაწილეობისათვის ისეთი 8 მებრძოლი მოიწვია, რომ ეს დღე ყველა MMA-ის კომაკს ყოველთვის გვემახსოვრება. ამ 8 მებრძოლისგან მხოლოდ ერთი უნდა გამხდარიყო გრან-პრის გამარჯვებული. რაც თავარია, ყველა მებრძოლი მაგ მომენტისათვის იყო ბირთვულ ფორმაში და შეხვედრები მძიმე წონაში უნდა შემდგარიყო. მოდით ჩამოვთვალოთ ამ სპორტის ლეგენდები, რომლებმაც ამ ისტორიულ გრან-პრიში მიიღეს მონაწილეობა. ფიოდორ ემელიანენკო, ლეგენდა, რომელიც ამ სპორტის ნამდვილი გოუთია, ყველაზე სასტიკი ორგანიზაცია
ორგანიზაციის პრაიდის დაუმარცხებელი ჩემპიონი. ანტონიო სილვა ბრაზილიელი გიგანტი, რომელიც შეხვედრებს ძირითადად ნოკაუტებით იგებდა. სერგეი ხარიტონოვი ცნობილი თავისი მძიმე ხელებით და კიკბოქსინგით. სერგეი პრაიდის ვეტერანი იყო, რომელსაც ბრძოლები მოგებული ჰქონდა ისეთ ძლიერ სპორტსმენებთან, როგორიც არის სემი შილტი და ფაბრისიო ვერდუმი. ანდრეი ორლოვსკი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონაში, რომელმაც ორჯერ დაიცვა თავისი ტიტული, ცნობილი იყო თავისი კრივით და დამნოკაუტებელი დარტყმით. ალისტარ ოვერიმი, Strikeforce-ის და K1-ის მოქმედი ჩემპიონი, ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მებრძოლი, რომელიც კარგათაც ჭიდაობდა და დგომში იყო მონსტრი. ფაბრისიო ვერდუმი, ბრაზილიელი ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი, რომელიც ამ ტურნირის შემდეგ 3 წელიწადში UFC-ში დაანოკაუტებს მარკ ჰანს, გახდება ჩემპიონი და მერე კამრის დაცვაზე დაახშობს ამ სპორტის ლეგენდას კეინ ველასკესს. თუმცა სანამ ვერდუმი Strikeforce-ის გრან-პრიში მიიღებდა მონაწილეობას, 1 წლით ადრე მან საბმიშენით ამავე ორგანიზაციაში შეხვედრა მოუგო ახალ გადმოსულ ემელიანენკოს. ვერდუმი პირველი იყო, ვინც იმპერატორის დაუმარცხებელი ერა დაასრულა. ჯორჯ ბარნეტი, ყოფილი UFC-ის ჩემპიონი და უძლიერესი გრეპლერი, რომელსაც ხშირად დოპინგთან ჰქონდა პრობლემები, თუმცა გალიაში ის ანომალიურად ძლიერი იყო. ბრედ როჯერსი, სასტიკი მჩეხავი, ამერიკას შეხვედრა ჰქონდა წაგებული ემელიანენკოსთან, მაგრამ მაინც ითვლებოდა საშიშ პანჩერად. ამ 8 მებრძოლის შეხვედრებს კი დააზღვევდნენ ჯეფ მონსონი, MMA-ის მებრძოლი უდიდესი გამოცდილებით, ასევე ეს იყო მსოფლიო ჩემპიონი გრეპლინგში და ჯიუ-ჯიტსუში და ჩვენი გადაცემის გმირი დენიელ კორმიე. მართალია დისი მაგ მომენტისათვის 7 ზედზედ გამარჯვებით მოდიოდა, თუმცა მას არავინ აღიქვავდა სერიოზულ მეტოქეთ, თან ის რეზერვში იყო. დენიელი გრან-პრიზე რომ მოხვედრილიყო, მას ჯერ ბრძოლა უნდა მოეგო ჯეფ მონსონთან და მერე ზემოთ ჩამოთვლილი 8 მებრძოლიდან ვიღაცა უნდა მოხსნილიყო ტურნირიდან. გრან-პრის პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ ჯერ ფიოდორ ემელიანენკო და ანტონიო ბიგფუტ სილვა. უკანასკნელ იმპერატორმა რაუნდი დაიწყო ეფექტური ჩეხაობით. სილვამ კი მოახერხა ფიოდორის გდება, მაგრამ რუსი პარტერშიც აქტიურობდა. რაუნდის ბოლოსკენ ჩეხაობის დროს ბრაზილიელმა დამაზიანებელი დარტყმა გაუტარა ემელიანენკოს, ჩაეხუტა კლინჩი, იქაც იმუშავა დამაზიანებლად ბადესთან და ბოლოს გადაიყვანა ის მიწაზე. Against the BJJ black belt. 50 seconds remaining. Show the referee that you're staying busy. Wow. And the takedown by Smoke. Antonio Bigfoot Silva over his last. ბიგფუტმა იმპერატორი მეორე რაუნდის დასაწყისშივე გადაიყვანა მიწაზე და გონგის ხმამდე დომინირებდა. ფიოდორის გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან მძიმე სანახაობა იყო. სილვა მას ხან გრანდენ პაუნდში ანადგურებდა და ხან მის დახრჩობას ცდილობდა და ხან ფეხის ამოგლეჯვას. ემელიანენკო იყო განადგურებული, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. შესვენებაზე ექიმებმა ემელიანენკო შეამოწმეს და აღარ გაუშვეს მესამე რაუნდში, რადგან ის მარჯვენა თვალიდან საერთოდ ვერ ხედავდა და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ბრაზილიას მიუსაჯეს. სილვა გახარებული და გაკვირვებული იყო. ის ემელიანენკოს მუხლებზე დგომით მიაგო პატივი და ავტომატურად მოიპოვა გრან-პრის ნახევარფინალში ბრძოლა. ამავე საღამოს გრან-პრის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ ანდრეი ორლოვსკი და სერგეი ხარიტონოვი. შეხვედრა ორლოვსკიმ თავდასხმით დაიწყო, აშკარად დგომში ის უკეთესი იყო. ხარიტონოვი კი იცავდა თავს და ეძებდა მომენტს ფინიშისთვის ერთი დარტყმით. დაიშვა რაუნდში, რუსი დაიქოქა. დარტყმების კომბინაციით წააქცია ორლოვსკი და მიწაზე დააფინიშა ის, რითიც მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით და გავიდა გრან-პრის ნახევარფინალში. Вот он, бам, и вот первый добивающий. Все, вот уже надо останавливать. Вот. Покажусь там я. Бить его вот так уже будет порой точно. Это Сергей Харитонов. შემდეგ შეხვედრაში გრან-პრის ნახევარფინალისტვის ერთმანეთს დაეჯახდნენ Strikeforce-ის მოქმედი ჩემპიონი ალისტარ ოვერიმი და მომავალი UFC-ის ჩემპიონი ფაბრისიო ვერდუმი. მართალია ეს შეხვედრა ფინიშის გარეშე დასრულდა, მაგრამ ალისტარმა ყველა საჩვენა, რომ ის ჭკვიანი მებრძოლია. ვერდუმი, რა თქმა უნდა, მთელი ბრძოლა მეტოქის მიწაზე გადაყვანას ცდილობდა, თუმცა ალისტარი ოსტატურად უბლოკავდა მას ტეიქდაუნის მცდელობებს და დგომში უკონკურენტო იყო. საბოლოო ჯამში ალისტარმა ეს შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო მსაჯების ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით და მოხვდა გრან-პრის ნახევარფინალში. Big right hand by. Running it on the ground. He gets hurt again, but shocking Fedor again. Held him into his full sets. He's got to be very careful. Hungry, the knees getting past the groin. Verdum through the Alistair.
და ბოლოს ნახევარფინალში მონაწილეობისათვის ერთმანეთს შეერკინენ ჯოშ ბარნეტი და ბრედ როჯერსი. ბარნეტმა თავისი ჭიდაობის მეშვეობით განაიარაღა როჯერსი, ის მთელი პირველი რაუნდი დომინირებდა პარტერში და მეორე რაუნდში დაახრჩო მებრძოლი და ეს სპორტსმენიც მოხვდა ნახევარფინალში. ცნობილი გახდა ვინ დაეჯახებოდა ერთმანეთს ფინალში მოსახვედრად. ალისტა როვერიმი შეხვდებოდა სილვას, რომელმაც იმპერატორი დაამარცხა, ჯოშ ბარნეტი კი შეხვდებოდა სერგეი ხარიტონოვს. მაგრამ იქამდე უნდა გარკვეულიყო თუ რომელი მებრძოლი დააზღვევდა ტურნირს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სპორტსმენი ვერ გავიდოდა ბრძოლაზე. და ამიტომ ამის გასარკვევად ერთმანეთს შეხვდნენ ჯეფ მონსონი და დენიელ კორმიე. მებრძოლებმა ამ შეხვედრის სამივე რაუნდი ბოლომდე იჭუბეს. იმის მიუხედავად, რომ ორივე სპორტსმენის ბექგრაუნდი ჭიდაობა იყო, ბრძოლა მაინც მთლიანად დგომში წარიმართა. სადაც კორმიემ ძალიან კარგად გამოავლინა თავი, ის კარგად იცავდა დისტანციას, სვლაში უკონკურენტო იყო და რაუნდიდან რაუნდამდე ანადგურებდა ვეტერანს დგომში. ეს იყო სრული დომინაცია კორმის მხრიდან და როგორც შედეგი მან გამარჯვება მოიპოვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რითიც მოიპოვა თავისი ზედიზედ მერვე გამარჯვება და გრან-პრის ნახევარფინალის დამზღვევი გახდა. Lights fade, gloves tight. ფინალში მოსახვედრად თავიდან ერთმანეთს შეხვდნენ სერგეი ხარიტონოვი და ჯოშ ბარნეტი. სპორტსმენებმა რაუნდი ჩეხაობით დაიწყეს და პირველივე წუთის მიწურულს ბარნეტმა ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა. ბარნეტმა არ ამოასუნთქა რუსი, ის 3 წუთზე მეთხანს ამუშავებდა მას ბრუტალურად პარტერში და ბოლოს დაახრჩო. ამ გამარჯვებამ ამერიკელი გრან-პრის ფინალში გაიყვანა. This is fight for your soul in the cage and no friends, only power and control. Every punch, every breath, pay the price, pay the toll. Only warriors survive, only lions patrol. This is როგორც ვიცით, შემდეგი ბრძოლა ფინალში მოსახვედრად უნდა ჩაეტარებინათ ერთმანეთში ალისტა როვერიმს და ანტონიო ბიგფუტ სილვას. მაგრამ მოულოდნელად ოვერიმი ეხსნება ბრძოლას ფეხის ტრავმის გამო და აქ საქმეში ერთვება დენიელ კორმიე. დისის მართლაც გაუმართლა, თუმცა წინ მას ელოდა ბრაზილიელი გიგანტი, რომელმაც უმოწყალოდ დაღეჭა ფედორ ემელიანენკო. მაგ მომენტისათვის კორმიე უკვე ვარჯიშობდა EKS ლეგენდარულ დარბაზში ხავიერ მენდესთან. ის სპარინგობდა ვარჯიშებზე ამ სპორტის ლეგენდასთან კეინ ველასკესთან, რომელიც ზუსტად მაგ დროს გახდა UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონი, სადაც დაანოკაუტა ბროკ ლესნარი. ველასკესი და დენიელი არა მარტო სპარინგ პარტნიორები იყვნენ, არამედ კარგი მეგობრებიც. სწორედ ამიტომ სანამ კეინი UFC-ს ჩემპიონი იყო, კორიემ მძიმე წონაში არ ადიოდა, როდესაც მოხვდა UFC-ში. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ეხლა კი დაუბრუნდეთ დისის და ბიგფუტის ბრძოლას. pay the price, pay the toll. Only warriors survive, only lions patrol. This is ბრძოლის დაწყებისთანავე დისი უძლიერესი ოვერჰენდით დააგდო გიგანტი, თუმცა გადაიფიქრა პარტერში მუშაობა და რეფერიმ ააყენა ფეხზე ბიგფუტი. ამის მერე კორმიემ კიდევ მოარტყა ბრაზილიას 1-2 დგომში და სილვა ეცა მას ტეიქდაუნის მცდელობით, მაგრამ ოლიმპიელმა კარგად დაიცვა თავი გდებისგან და მსაჯმა კიდევ ააყენა გიგანტი ფეხზე. ერთი მომენტი ბიგფუტმა ფეხი გაისროლა, მაგრამ კორმიემ ის დაიჭირა და ეფექტურად დააბრუნა ისევ მიწაზე. თუმცა დენიელი მას ისევ არ ჩაყვა პარტერში და ბრაზილიელი კიდევ ერთხელ მსაჯმა დააბრუნა ვერტიკალურ მდგომარეობაში. და აი მეოთხე წუთის მიწურულს კორმიემ უძლიერესი აპერკოტით ანოკდაუნებს ბრაზილიელ გიგანტს და მიწაზე ჰემერფისტით ბრუტალურად თიშავს. ამ გამარჯვებით დენიელ კორმიე გახდა გრან-პრის ფინალისტი, მას წინ სატიტულო ბრძოლა ელოდა ჯოშ ბარნეტთან. სილვაზე გამარჯვებით მან თავის კარიერაში იმ მომენტისათვის ყველაზე დიდი ჰონორარი მიიღო $150,000 ოდენობით. ინტერვიუში დისი თქვა, რომ მას ბიჭი შეეძინა და ეს ფული დროული საჩუქარი იყო ოჯახისთვის. 2012 წლის 4 მარტს დენიელს ქალიშვილი შეეძინა და ორმაგად მოტივირებული ის ორ თვეში შეხვდა ოქტაგონში ჯოშ ბარნეტს. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გახდებოდა გრან-პრის ჩემპიონი. for his daughter's name. He fights the fight in memory's flame.
ბრძოლის დაწყებისთანავე ჩანდა, რომ კორმია ოქტაგონში მხოლოდ გამარჯვებისთვის იყო მოსული. შეხვედრა გრძელდებოდა 5-ვე რაუნდს და 5-ვეში DC დომინირებდა. მან გაანადგურა ბარნეტი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დენიელმა მას არც ერთი რაუნდი არ დაუთმო. ის ბევრად აღემატებოდა მას დგომში და ასევე პარტერშიც. რა თქმა უნდა, ესეთ დომინაციამ DC გახადა გრან-პრის გამარჯვებული. ის საუკეთესო მძიმეწონოსანი გახდა, რომელმაც ეს ტიტული ძალიან ბირთვულ კონკურენციაში მოიპოვა და სწორედ ამ დღიდან დაიწყო DC-ს გზა დიდების დარბაზისკენ და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლის სტატუსამდე. Having World Grand Prix here in San Jose, Daniel Cormier, Josh Barnett. ბარნეტთან ბრძოლამდე ჩემს შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი რისი გაკეთება შემეძლო გამარჯვებებისთვის. ბრძოლამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მე მასზე უკეთესი ვარ ჭიდაობაში და გამძლეობაში. მეგონა რომ ეს საკმარისი იყო. დაი ბრძოლა დაიწყო. მე მას ვაქცევ, ურტყავ მუშტებს, იდაყვევს თავში, სახეში, მუხლებით ვამუშავებ, ვასრულებ გდებებს. ის გასისხლიანებულია, თვალი გასიებული აქვს, მთლიანად დალეწილია, მაგრამ ბარნეტი არ ნებდება. ის მაინც იწევს და იწევს. მაშინ ვკითხე ჩემს თავს, კიდევ რა არის საჭირო, რომ მე ის გავაჩერო? პასუხი იყო მარტივი, საჭიროა ამ მეტოქის გათიშვა. მხოლოდ უგონო მდგომარეობაში ბარნეტი გაჩერდებოდა. ამ ბრძოლამდე არასდროს ვავარჯიშებდი კიმურას და ხელზე მტკივნეულს. მწვრთნელს ვეუბნეოდი, რომ არასდროს არავის ბრძოლაში ხელს არ მოუტეხავ. არც ერთი გამარჯვება არ ღირს ადამიანის დასახიჩრებად. მაგრამ ამ ბრძოლის მერე მე ვავარჯიშებ კიმურას და მზად ვარ ნებისმიერი დავასახიჩრო გამარჯვებისთვის. სხვანაირად ამ მონსტრებს დამიჯერეთ ვერ გააჩერებთ. Fighting for the ones that haven't Daniel Cormier, DC still stands tall. The heart of a warrior, he gave it all. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე. ეს ყველაფერი მათთვის არის. ჩემი ანგელოზისთვის, მამა ჩემისთვის და ჩემი ოჯახისთვის. ჩემთვის ისინი მთელი სამყარო არიან. 2013 წელს UFC მიყიდა და შემოიერთა Strike Force-ის პრომოუშენი, რა თქმა უნდა, ტოპ მებრძოლები ავტომატურად გახდნენ ახალი ორგანიზაციის სპორტსმენები, მათ შორის კორმიაც. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, DC-მ კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება მოასწრო დიონ სტარინგთან, რომელიც სხვადასხვა პრომოუშენებში ჩხუბობდა და მოდიოდა 6 ზედიზედ გამარჯვებით. სტარინგი ძალიან საშიში იყო მიწაზე და ძირითადად ბრძოლებს ხელზე მტკივნეულით იგებდა. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი დენიელმა თავის მეტოქეს ჯოჯოხეთად უქცია. DC სტარინგს ანადგურებდა ყველა ასპექტში. He's scrambling. The breeze over here, cage side, and now big shots landed one, and takes him back. Cormier slowly dropping some bombs as that. კორმიეს სამხრივი დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. ის თავის მეტოქეს 4 წუთის განმავლობაში ცემდა იქამდე, სანამ საჯმა არ გააჩერა შეხვედრა. ეს იყო DC-ს ბოლო ბრძოლა Strike Force-ში და ზედიზედ დაუმარცხებლად მე-11 გამარჯვება კარიერაში. And here comes the big bombs. Starring as tough as nails, dude. He's got round number 2. And that's gonna do. Frank Mir, you and me, let's do it. ჯონს 27 აპრილს მივცემ უფლებას დაიცვას ტიტული. შემოდგომით კი მას ტრაქზე გავხევ. კორმიეს დებიუტი UFC-ში 2013 წლის 21 აპრილს შედგა ამ ორგანიზაციის ყოფილ ჩემპიონთან ფრენკ მირთან. ფრენკი ცნობილი იყო თავისი გამარჯვებებით ანტონიო ნოგუერაზე, მირკო ფილიპოვიჩზე და ბროკ ლესნარზე. სანამ ის კორმიეს შეხვდებოდა მძიმე წონაში, მან სატიტულო ბრძოლა წააგო ნოკაუტით ჯუნიორ დო სანტოსთან და მძიმე წონის რეიტინგში იკავებდა მესამე ადგილს. ბრძოლის დაწყებისთანავე ჩანდა, რომ DC აქ მხოლოდ გამარჯვებებისთვის იყო და 5-ვე რაუნდს აკონტროლებდა და არაძლევდა ფრენკს პარტერში ემუშავა. კორმიე კარგად მუშაობდა კლინჩი და ბადესთან აკონტროლებდა მირს. რა თქმა უნდა, ფრენკი ცდილობდა ერთჯერადი დარტყმებით და თეიქდაუნების მცდელობით პოზიციის მოპოვებას, მაგრამ კორმია ყოველთვის მასზე ერთი ნაბიჯით წინ იყო. ეს არ იყო ძალიან სანახაობრივი ფინიშით დასრულებული ბრძოლა, მაგრამ კორმიესთვის ეს იყო იდეალური დებიუტი. სადაც მან შეერკინება ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და აჩვენა ყველას, რომ ის იმსახურებს მძიმე წონის ტოპებთან ბრძოლას. ამავე წლის 20 სექტემბერს კორმია ხვდება როი ნელსონს, დომინირებს 3 რაუნდის განმავლობაში და იმარჯვებს შეხვედრას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მართალია DC-მ კარგად გამოავლინა თავი მძიმე წონაში, მაგრამ ის ამ დივიზიონში გაჩერებას არ აპირებდა, რადგან მაგ დროს მძიმე წონის მეფე იყო მისი უახლოესი მეგობარი და სპარინგ პარტნიორი კეინ ველასკესი, რომელიც თავის გზაზე ყველას ანადგურებდა. ველასკესზე დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. And they go the distance. Daniel DC Cormier.
ხო და ძირითადად იმის გამო რომ დენიელს თავის მეგობართან ბრძოლა არ უნდა და მან შეიცვალა დივიზიონი და ჩავიდა 93 კილოგრამში, სადაც მას დახვდა პატრიკ კამენსი. პატრიკი მაგ მომენტისათვის დაუმარცხებელი იყო, მოდიოდა 4 ზედიზედ გამარჯვებით პროფესიონალებში და ეს შეხვედრა მისთვის იყო სადებიუტო UFC-ში. დისის წუთი და 19 წამი დაჭირდა რომ გაენადგურებინა თავისი მეტოქე. მან პატრიკი უძლიერესი აპერკოტით შეარყია და მიწაზე დააფინიშა, რითიც გაიფორმა თავის კარიერაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება. 2014 წლის 24 მაისს კორმიე ხვდება დენ ჰენდერსონს. MMA-ს ხომაგებს ეს სპორტსმენი ყველას ახსოვს. მართალია მაგ მომენტისათვის ჰენდერსონი 43 წლის იყო, დენიელი კი 35-ის. ის მაინც საშიშ მეტოქად ითვლებოდა. თავის დროზე ჰენდერსონი პრაიდის ტიტულს და გრან-პრის ჩემპიონობას ერთად ითავსებდა. ასევე იყო სტრაიკფორსის ჩემპიონი და თავის კარიერაში ყავს დამარცხებული ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან ფიოდორ ემელიანენკო, მაიკლ ბისპინგი, ვანდერლეი სილვა და სხვები. ასევე ჰენდერსონი შერეულ ორთაბრძოლებამდე ოლიმპიელი იყო და ჭიდაობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას, ამიტომ ორი ოლიმპიელის ჩხუბს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. მაგ მომენტისათვის კი დივიზიონის ჩემპიონი იყო ჯონ ჯონსი, დენ ჰენდერსონი კი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა, კორმიე კი მე-4-ეს. კორმიემ პირველი რაუნდი ეფექტური გდებით დაიწყო და თითქმის რაუნდის ბოლომდე ის ჰენდერსონს მიწაზე აკონტროლებდა, ჩანდა რომ დისის ჭიდაობა უკეთესი იყო. Heavyweight did not beat that ever. Come against former champions in one. These are big shots. Yeah, huge. მეორე რაუნდის დასაწყისში ჰენდერსონი თავისი ცნობილი მარჯვენა ოვერჰენდით ცდილობდა დისის დაზიანებას, მაგრამ კორმიე კარგად ისავდა თავს და პირველი წუთის მიწურულს გადაიყვანა დენი მიწაზე. 4 წუთის განმავლობაში კორმიე ღეჭავდა პარტერში თავის ოპონენტს, ამ ბრძოლის მონაკვეთში ჰენდერსონი მართლა უშანსოთ იყო. Big punches by DC. A bit better defensively. When was the last time you ever saw anybody do this on the ground? Tie up that leg again. He's gonna have to go under that. Look at the clock. Takes a look at the action. He knows how durable Henderson is. Basically about 8 out of 10 though, doing nothing, waiting for the clock to run out. Cut. Yeah. დისი მესამე რაუნდი ისეთი ლამაზი გდებით დაიწყო, რომ შეხვედრას ფინიში სუნი აუვიდა. დენიელი 3 წუთის განმავლობაში ანადგურებდა თავის მეტოქეს და ბოლოს აიყვანა ის ზურგიდან და გადაუკეტა ჟანგბადის მიწოდება. ეს იყო დისის მე-15 ზედიზედ გამარჯვება მარცხის გარეშე. This is perhaps his one time we've seen him, lose in the second round of the Anderson Silva. And now Daniel Cormier beat the neck. He wants to damage his fight. That's it. It's all over. Daniel Cormier, winner by submission. He defeats Dan Henderson. ჯონ ჯონს მე მუდმივად შენ ვერ გამექცევი. მე ის კაცი ვარ, რომელიც ყოველთვის საფრთხეს შეგიქმნის. იჩქარე, თორე დღითი დღე მე ვხვდები უკეთესი. თუ გადავწყვიტე ჯონსის 100-ჯერ წაქცევა, მე ამას ვიზავ. ოქტაგონი ჩემია. აქ მთავარი მე ვარ. ჯონ ჯონსი ამ სპორტის ლეგენდა, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების ხომაგების უმრავლესობა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად აღიარებს. სწორედ რომ ჯონსთან კორმიეს ყველაზე მაგრად დაეძაბა ურთიერთობა, ისინი იყვნენ ნამდვილი მტრები, როგორც ოქტაგონზე, ასევე მის გარეთ. სპორტსმენებს ერთმანეთი მართლა მთელი გულით ეზიზღებოდათ. მაგ მომენტისათვის ჯონსი იყო უკონკურენტო ჩემპიონი, რომელმაც ჯერ 2011-ში მაურისიო რუა დაანოკაუტა და 23 წლის ასაკში გახდა UFC-ს ჩემპიონი. მერე ამავე წელს ტიტული დაიცვა კუინტონ რემპეიჯ ჯექსონთან. Palm to palm and gets the tap. შემდეგ ტიტულის დაცვაზე ლიოტო მაჩიდას მოუწყო კლინიკური სიკვდილი. It is all over. It is all over. Wow. John Jones remains. And still. რაშად ევანსთან 5-ვე რაუნდი დომინირებდა და კითხვების გარეშე გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. And still the undisputed US. ვიტორ ბელფორტს კი კამრის დაცვაზე კიდაღამ ხელი მოაგლიჯა. Now he's going for a Kimura. It is all over. And still the undisputed. ჩელსონენი ჯონსმა მიწაზე იდაყვებით დაასახიჩრა. შემდეგ ჯონსმა შეხვედრა გუსტავსონს მოუგო გაყოფილი გადაწყვეტილებით, შვედმა ბოუნს ყველაზე ძლიერი ოპოზიცია დაახვედრა. და
ბოლოს ტიტულის დაცვაზე 2014 წელს ჯონსი გლოვერ ტეიშეირას შეხვდა, რომელთანაც ხუთივე რაუნდი იჩხუბა, სადაც იყო უკონკურენტო და მართლაც რომ ცემა გლოვერი კაპის გავარდნამდე. ტეიშეირასთან გამარჯვების შემდეგ ჯონსს არევანშო შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა გუსტავსონთან, მაგრამ შვედმა ტრავმა მიიღო და მის ადგილზე გამოსვლის სურვილი ეგრევე დენიელ კორმიემ გამოთქვა. თავიდან მებრძოლები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ 2014 წლის სექტემბერში UFC 178-ზე. ამ ორი მონსტრის პირველი შეხვედრა პრესკონფერენციაზე ისეთი აჟიოტაჟით დასრულდა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც ისინი დააჯარიმეს $50,000 ჯონსი და $9,000 კორმიემ. ამ პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ასე მომიახლოვდება მომადებს, შულს და ჩემგან არ მიიღებს. მე არ მომეწონა ეს სიტუაცია, მართლა არ მინდა ჩემმა შვილმა ნახოს როგორ ჩქუბობს მამამისი კაზინოს ლობიში, მაგრამ არც ის მინდა ნახოს ჩემმა შვილმა თუ როგორ უპატივცემლოდ ეკწევიან მამამისს. შენ ხარ პატარა კახბა ჯონს. პიროვნულად ძალიან სუსტი ხარ. ნუ მაცინებ ბოზო. ბოზი შენ ხარ მსუქანო, რამდენ სიწონი. როგორ მინდა ეხა შენთან შემოვიდე და სახეში შეგაფურთხო. ასეთი რამ რო გააკეთო დაგბრიდავ, სადაც არ უნდა იყო. ვერ დამბრიდავ. სიტყვაზე მენდე. ვერ გაბედავ ჯონ. გეუბნები თუ შენ შემაფურთხებ მე შენ დაგბრიდავ. სპორტსმენებს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდა სულ მოუთმენლად. თუმცა ბრძოლამდე ერთი თვით ადრე ჯონსმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და UFC 178-ზე შერკინება ჩაიშალა. MMA-ის ფანები ისეთი აჟიტირებულები იყვნენ, რომ ამ შეხვედრის გარდა სხვა ალტერნატივა არც კი განიხილებოდა. ორგანიზაციამ მაინც მოახერხა ამ ორი სპორტსმენის ერთმანეთთან დაჯახება 6 თვის შემდეგ UFC 182-ზე. ამ 6 თვის განმავლობაში მებრძოლებმა იმდენჯერ უკმინეს ერთმანეთს სხვადასხვა ინტერვიუებში და პოდკასტებზე, რომ ეს მტრობა ალბათ მათ შვილიშვილებსაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. ამდენი შეურაცხყოფის მერე მე ვალდებული ვარ მას ვაგებინო პასუხი ყველა სიტყვაზე. დენიელ, შენ იცი რა დღეში ჩაგაგდება. ამ მარცხით მე მიწასთან გავასწორებ შემზადების ყოველ წამს, შენს გამარჯვებებს და შენს სახელს. ჩემი სახე შენ მოგევლინება სიზმარში და ცხოვრების ბოლომდე მე შენს თავში ვიქნები. ორ დაუმარცხებელ ჩემპიონმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. ჯონსმა პირველივე წუთზე წააქცია ოლიმპიელი მოჭიდავე, თუმცა დისიმ მოახერხა ადგომა. ეს შეხვედრა რაუნდის ბოლომდე დგომში წარიმართა. ერთი მომენტი კორმიემ ჩემპიონის მიწაზე გადაყვანა განიზრახა, მაგრამ უშედეგოდ. დენიელს რა თქმა უნდა ჰქონდა რამოდენიმე ეფექტური მომენტი, მაგრამ ჯონსი კარგად იცავდა დისტანციას და შედარებით უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მეორე რაუნდი ჯონსმა დაიწყო დისტანციიდან ქიქებით და მალევე დაიჭირა დისი მახრჩობელაზე, მაგრამ ჩვენი გადაცემის გმირი მას გაექცა. სპორტსმენებმა ეს რაუნდი დგომში გაატარეს ბრუტალურ ჩეხაობაში. ეს იყო უმოწყალო და თანაბარი ომი. Big finish in round 2. Heavyweight champion. მესამე რაუნდში სპორტსმენებს ცოტა დაღლა ეთყობოდათ, მაგრამ არც ერთი მებრძოლი არ აპირებდა გაჩერებას. ჯონსი ცნობილი იყო თავისი შაუბნელი ხრიკებით და ამ შეხვედრაშიც მან იმუშავა ჭუჭყიანად. ბონსმა ჩათხარა თითები კორმიეს თვალებში, რის გამოც მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო. ერთი მომენტი სპორტსმენებმა ჭიდაობაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის მერეც გააგრძელეს კლინჩი უმოწყალო ჩეხაობა. ეს რაუნდი ძალიან თანაბარი იყო, შეიძლება ითქვას ჯონსის მცირე უპირატესობით. საჩემპიონო მეოთხე რაუნდში მებრძოლები კიდევ უფრო დაღლილები იყვნენ, თუმცა ჯონსმა კიდევ შეძლო კორმიეს დათეიქდაუნება. დისის კარიერაში ვერც ერთ მებრძოლმა ვერ შეუსრულა მას ამდენი გდება და აი ამ რაუნდში ჯონსი უკვე აღემატებოდა თავის მეტოქეს. თან აღემატებოდა მას იქ, სადაც კორმიე ყველაზე ძლიერი იყო. Probably the bet that he got him down again. გადამწყვეტი რაუნდი სპორტსმენებმა ეგრევე ჩეხაობით დაიწყეს, რის მერეც კორმიემ ჩემპიონის გდება მოინდომა, მაგრამ უშედეგოდ. რაუნდის ბოლოს დენიელმა მაინც შეძლო ჩემპიონის დათრევა და ულამაზესი გდების შესრულება, რაზეც ჯონსმა კლინჩი იდაყვებით უპასუხა. ბოლო წამებზე კი გონგთან ერთად ჯონსმა ხელები აწია, თითქოს გამარჯვებას აღნიშნავდა და მოულოდნელად ტენა კორმიეს. ამ გაშველებაში მსაჯსაც მოხდა და აი ასე დასრულდა მეხუთე რაუნდი. Raises his arms up and then left hook Daniel. The heavyweight champion.
დიახ, ჯონსმა თავისი ტიტული მერვე ჯერ წარმატებულად დაიცვა, იქიდან გამომდინარე, რომ კორმიეს და ჯონს შორის კონფლიქტი პიკში იყო, თან შეხვედრა ფინიშის გარეშე დასრულდა, ორგანიზაცია ამ სპორტსმენების ერთმანეთში დაჯახებას აპირებდა სარევანშო ბრძოლაში. თუმცა 2015 წლის მარტში ჯონსი შეამოწმეს დოპინგზე. მართალია კომისიამ მის სისხლში ვერ გამოავლინა აკრძალული ჰორმონალური პრეპარატები, მაგრამ ანალიზებმა მას კოკაინი ამოუგდო. კოკაინი არ შედიოდა დოპინგში, ამიტომ ორგანიზაციას არ ჰქონდა უფლება მისთვის ჩამოერთვა ჩემპიონის სტატუსი, თუმცა ამის გამო მას სასამართლო ჩაუტარდა, სადაც ის დააჯარიმეს. პრომოუშენმა კი დროებით შეზღუდვა მიანიჭა ბრძოლებზე. არ გავიდა ერთი თვე და ჯონსი კიდევ უფრო საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა. 2015 წლის 28 აპრილს ის ნარკოტიკული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მანქანით წითელზე გაიარა და შეეჯახა სხვა სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართავდა ორსული ქალი. საბედნიეროდ მანდილოსანი გადარჩა და მოიტეხა მხოლოდ ხელი. ჯონსი კი იმ წამსვე მიიმალა და მერე რამოდენიმე წამში დაბრუნდა. ამოიღო მანქანიდან ფული და სავარაუდოდ ნარკოტიკი და გაქრა შემთხვევის ადგილიდან. ჯონსი ამ ინციდენტიდან გამოჩნდა 48 საათში უკვე ფხიზელი და ჩაბარდა სამართალ დამცავებს. მანქანის შემოწმების დროს კი პოლიციელებმა იპოვეს მუშტუკი, რომლითაც ჯონსი მოიხმარდა აკრძალულ ნივთიერებებს. ჩემპიონმა აღიარა დანაშაული, საქმეში ჩაერთო დანა ვაითი, მილიარდერი ძმების ერთიდოები, რის შედეგადაც სასამართლომ ჯონს 18 თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. UFC-მ ჯონს ტიტული ჩამოართვა და გაურკვეველი ვადით მიანიჭა დისკვალიფიკაცია. დივიზიონი კი დარჩა ჩემპიონის გარეშე, ამიტომ პრომოუშენმა გაათამაშა ვაკანტური ტიტული, სადაც ერთმანეთს შეახვედრეს დენიელ კორმიე და ენტონი ჯონსონი. ენტონი ძალიან სერიოზული სტრაიკერი იყო, რომელიც ბრძოლებს უმეტესად ასრულებდა ნოკაუტებით. სანამ ის კორმიეს შეხვდებოდა, მან 8 ზედიზედ ბრძოლა მოიგო პროფესიონალებში და ბოლო შეხვედრაში ჯერ პირველ რაუნდში 44 წამში დაანოკაუტა ნოგვეირა. და მერე 2 წუთში დაანოკაუტა ალექსანდრ გუსტავსონი, სწორედ ის სპორტსმენი, რომელმაც ჯონს ყველაზე დიდი პრობლემები შეუქმნა. Johnson finishes Alexander Gustafsson. Here we go. ენტონიმ რაუნდი ძალიან ეფექტური უძლიერესი მარჯვენა ოვერჰენდით დაიწყო და წააქცია დისი. ამ დარტყმის მერე კორმიემ ეგრევე აამუშავა თავისი ოლიმპიური გრეპლინგი და კლინჩი ეფექტური მუშაობის მეშვეობით რამს დაუბლოკა კრივი. Still looking for the takedown and spin. And the question remains whether or not he can do that. როგორც კი მეორე რაუნდში კორმიეს მოხვდა 1-2, მან გაიაზრა, რომ დგომში ჯონსონი მართლა საფათო მეტოქეა და გდებით გადაიყვანა შეხვედრა პარტერში. დისი 4 წუთის განმავლობაში არ ამოასენთქებინა რამბს. გონგის ხმამდე კორმია თავის მეტოქეს გასისხლამდე ამუშავებდა პარტერში. It's the first time as a light heavyweight we've seen Rock get to his feet. The kind of elbows that can cut you. And 20 seconds. Huge round for Cormier. Rumbles badly. მესამე რაუნდში თავიდან თითქოს ენტონი მოახერხა აქტივობა, მაგრამ როგორც კი მებრძოლები პარტერში აღმოჩნდნენ, კორმიემ ჯერ ბრუტალურად დალეცა ის და მერე დაახჩო, რითიც მოიპოვა UFC-ის ვაკანტური ტიტული და აი ასე დენიელ კორმიე გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი. It is all over. Daniel Cormier is the new undisputed UFC. Rogan, შენთან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს. ჯონ ჯონს აიყვანე თავი ხელში და მოენძრიე აქ. რაც შეეხება ჯონს, მისგან კაი ხანი არაფერი ისმოდა. 6 თვის შემდეგ UFC-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჯონსი კარგად გრძნობს თავს და მზად არის დაუბრუნდეს ოქტაგონს. თუმცა როდის მოხდება ეს, ზუსტად არავინ იცოდა. სანამ ჯონსი თავის თავში ერკვეოდა, კორმიე 2015 წლის 3 ოქტომბერს შეხვდა ალექსანდრ გუსტავსონს, რომელთანაც თანაბარ ბრძოლაში გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიპოვა გამარჯვება და დაიცვა თავისი ტიტული. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ გუსტავსონს, ჯონსმაც და კორმიემაც ბრძოლა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგეს. ეს კიდევ ერთხელ უსმევს ხაზს იმას, რომ DC და Bonsi თანაბარი ზარის მქონე ელიტარული სპორტსმენები არიან და მათი შეხვედრა აუცილებელია, რომ გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ ვინ არის ამ წონაში უძლიერესი. მთელი მსოფლიო ელოდა ამ ბირთულ რევანშ ტიტულზე და ეს დღეც დადგა. მებრძოლები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ UFC 197-ზე, თუმცა შეხვედრამდე რამოდენიმე კვირით ადრე კორმიე ტრავმა მიიღო და ამიტომაც პრომოუშენმა დროებითი ქამარი გაათამაშა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ჯონ ჯონსი და ოვენ სენ პრიუ. ეს იყო 5 რაუნდიანი შერკინება, რომელშიც ყოფილი ჩემპიონი
ჩემპიონი იყო ძალიან ფრთხილი, მაგრამ მაინც აგრძნობლად დომინირებდა და მოიპოვა გამარჯვება საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და გახდა დროებითი ქამრის მფლობელი. ეხლა უკვე ორივე დაპირისპირებულ მხარეს ტიტული ჰქონდა. კორმიეს მოქმედი ჩემპიონის ქამარი, ჯონს კი დროებითი. ერთი ეგ შემოახედეთ. ეი, დისი, შემოახედეთ. რა უხეში ხარ ჯონს? რატო ხარ ასეთი ბოროტი? დაი რევანშის დროც მოვიდა. გადაწყვეტილი იყო, რომ მებრძოლები ერთმანეთს UFC 200-ზე უნდა შეხვედროდნენ. პრესკონფერენციაც კი შედგა, მაგრამ ბრძოლამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. ჯონსი დოპინგზე ჩავარდა. ამის დედას როგორ ვემზადებოდი? წუხვარ მეგობარო. დანა, იქნებ ხელი მოვაწერო საბუთს, სადაც თანახმავარ ამ დოპინგის გროვას მაინც ვეჩხუბო. სამწუხაროდ ასე არ შეიძლება. ეს ამბავი ყველასათვის შოკი იყო, თან ბრძოლამდე რამოდენიმე დღით ადრე. UFC-ს ისტორიაში ესეთი რამ არასდროს მომხდარა. ჯონს მეორეჯერ ჩამოართვეს ტიტული და გაუფორმეს დისკვალიფიკაცია. დაგეგმილ UFC 200-ზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო, სასწრაფო ტურნირს ესაჭიროებოდა გადარჩენა. თან ფანატებს ჭირდებოდათ ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც თავისი სახელით ჯონს უთანაბრდებოდა. და სწორედ მაგ დროს გამოჩნდა ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა, ანდერსონ სილვა. მართალია სილვა ამ სპორტის ვეტერანი იყო და იბრძოდა 84 კილოგრამში. თან ის არ იყო თავისი ძალების პრაიმში. სამაგიეროდ იმ მომენტისათვის ის იყო რეკორდსმენი ტიტულების დაცვაში. მან 10 ჯერ დაიცვა თავისი ქამარი და ასევე იყო რეკორდსმენი გამარჯვებების სერიაში, სადაც მოიპოვა 16 ზედიზედ გამარჯვება UFC-ში და ეს რეკორდი დღემდე არის მოუხსნელი. ანდერსონ სილვაზე დიდი დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული და თუ ვინმე საინტერესებს მისი შთამბეჭდავი კარიერის ისტორია, შეგიძლიათ ჩემს არხზე გაეცნოთ. ეს ბრძოლა არ ატარებდა სატიტულო შერკინების სახელს, სპორტსმენებმა 3 რაუნდი იჩხუბეს და კორმიემ საჯების გადაწყვეტილებით და თავისი ჭიდაობის და გაბარიტების მეშვეობით მოიგო აღნიშნული ორთაბრძოლა. მე ძალიან დიდხანს ვემზადებოდი ჯონსთან ბრძოლისთვის. მინდოდა ჩემი მარცხის განეიტრალება, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და 3 დღით ადრე სილვა დათანხმდა შერკინებაზე. ანდერსონი ნამდვილად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მან ეს შერკინება ბოლომდე მიიყვანა და ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს შეხვედრა არ იყო ჩემი წონით კატეგორიაში, ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ფეხი მოვიტეხე ბრძოლაში. სერიოზული ოპერაცია გადავიტანე და კორმიესთან ბრძოლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებულად ჩავაბარე, რითიც ყველას ვაჩვენე, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია მოინდომო. სანამ ჯონსი იყო დისკვალიფიცირებული 2017 წლის 9 აპრილს დენიელ კორმიე ტიტულის დაცვით სარევანშო ბრძოლაში მეორეჯერ შეხვდა ენტონი რამბლ ჯონს. პირველ რაუნდის დასაწყისშივე სპორტსმენებმა გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და ჩაეხუტნენ ერთმანეთს ბადესთან ხანგრძლივ კლინჩში, რომელიც თითქმის 3 წუთი გრძელდებოდა. ბოლოს საჯს ეს ჭიფხახუნა ბრძოლის ყურება მობეზდა და გააშველა ისინი კლინჩიდან, მაგრამ ყველაფერი განმეორდა, ეს რაუნდი ასე კლინჩში დაასრულეს მებრძოლებმა. უბრალოდ გონგთან ერთად ბოლო წამებზე რამბლმა დისის დათეიქ და უნება შეძლო. მეორე რაუნდიც ანალოგიურად დაიწყო. მებრძოლებმა გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა და ისევ ჩაეხუტნენ ერთმანეთს კლინჩში. თუმცა შუა რაუნდში დისიმ თავისი მეტოქის გადაყვანა მოახერხა მიწაზე, ის მას ზურგიდან მოექცა, ცოტა ხანი იმუშავა პარტერში და ბოლოს დაახრჩო. And try to reset the position. Rumbles the big punch until the end. And still, the undisputed UFC. ვინ არის ჯონი? ვინ? მანახეთ. აი ისიც. მას აქ შემოსვლის უფლება კიდევ რამოდენიმე თვე არ აქვს. ნუ მელაპარაკებით ადამიანზე, რომელსაც აკრძალული აქვს აქ ყოფნა. ჯონ, მოწესრიგდი და შემხვდი. მე ყოველთვის აქ ვარ. შენ იციეს. 2 წელია უშედეგოდ გელოდები. შენ პირველი შეხვედრა მოიგე. მერე რა? პირველს მოყვება სხვა დანარჩენი. როგან მე მას როგორც მებრძოლი პატივსცემ, მაგრამ ჩვენ შორის მშვიდობა არასდროს იქნება. მომიყვანეთ ის და ამ გალიაში ჩავკეტეთ. ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება. თავი ხელში აიყვანოს და შემოვიდეს გალიაში. როგორც იქნა ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთს შეხვდნენ. სარევანშო ბრძოლა ტიტულზე გაიმართა 2017 წლის 29 ივნის UFC 214-ზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი ფხიზლად. ცუდი არაფერი გამიკეთებია. არ დამემტრევია ჩემი მანქანა, არ დაუჭერი ვარ არავის დოპინგზე, არ მოვიხმარდი ნარკოტიკებს და თქვენ კიდევ ამას უკრავთ ტაშს. შენ დაბრუნდი ნარკომანო. კიდევ ყნოსაო? ამ ნარკომანმა შენ წინაზე სახე გაგიხია. შენ ისეთი სუსტი ხარ, რომ ნარკომანებიც გიქცემენ. ვინმე გააჩერეთ ეს, ხო ხედავთ ვერაზროვნებს. გმოკეთე ბოზო. ის კი აქ არის, მაგრამ არ მჯერა რომ ჯონსი მე შემხვდება. მომეცით გარანტიები რომ ის არ გაიყნოსავს, ან არ მიიღებს სტეროიდებს, ან არ დაიკარგება უახლოეს ბორდოში ბრძოლის დღეს.
და აი ყველასათვის ასეთი ნანატრი ომი დაიწყო. მებრძოლებმა შეხვედრა დაიწყეს ისეთ სასტიკი ჩეხაობით, რომ ჯონს პირველივე წამებზე გაუვარდა კაპა. ეს იყო ძალიან ეფექტური და სანახაობრივი რაუნდი. კორმიეს ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, თუმცა ყოფილი ჩემპიონი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მან დენიელი დაათეიქდაუნა, კარგად იმუშავა მუხლებით და ტრადიციულად ცდილობდა დისის ფეხების გათიშვას. ბოუსმა მეორე რაუნდი შეტევით დაიწყო. ერთ-ერთ შეტაკებაში მან თავით კორმიეს წარბი გადაუხსნა და მსაჯმა ბრძოლა დროებით გააჩერა. ჯონსმა გააგრძელა დისის ფეხების განადგურება და ისე კარგად იცავდა დისტანციას, რომ დენიელს უჭირდა მასთან მიახლოვება. მესამე რაუნდში ყველაფერი განმეორდა. ჯონსი უკეთესად იცავდა დისტანციას და აგრძელებდა დისის ფეხების დაზიანებას. რაუნდის შუაში ჯონსმა უძლიერესი მარჯვენა ჰაიკიკით თავში ისე მაგრად შეარყია ჩემპიონი, რომ ის წაბორძიგდა და ჯონსმა საქმე ბოლომდე მიიყვანა პარტერში ჩაქოლი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო კორმიას. ის იყო ჩემი მთავარი მოტივატორი და მეტოქე. მეგობრებო, დენიელმა თავი არ დახაროს, ის სამაგალითო ჩემპიონი, ქმარი, მამა. მე ვცდილობ მას დავემსგავსო ამაში, რადგან ის შთამბეჭდავი ადამიანია. მეგონა ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა ამის დედაც. მესმის შენი, ეს ძალიან ემოციური მომენტია, მაგრამ რას ფიქრობ კონკურენციაზე მომავალში? არ ვიცი ძმაო, მე ორი ბრძოლა წავაგე, რა კონკურენციაზეა საუბარი. სანამ დენიელ კორმიე განიცდიდა მარცხს, მოხდა კიდევ ერთი დისისთვის სასარგებლო ამბავი. ჯონ ჯონსის სისხლში აღმოაჩინეს სტეროიდი, ჰორმონალური პრეპარატი ტურინაბოლი. UFC-მ კორმიეს და ჯონსის შეხვედრა სასწრაფო წესით გააუქმა, წაართვა კამარი მესამეჯერ ჯონს და ტიტული ისევ დენიელს დაუბრუნა. გამოდის, რომ DC ისევ ამ დივიზიონის ჩემპიონი იყო და ამიტომ ის თავისი ტიტულის დაცვით 2018 წლის 20 იანვარს შეხვდა ვოლკან ოზდემირს. ოზდემირი იყო ახალი გადმოსული ორგანიზაციაში და ჰქონდა მოგებული 3 ზედიზედ ბრძოლა. კორმიე ამ შეხვედრაში შეუდარებელი იყო. მან ვოლკანი პირველივე რაუნდის მეორე ნახევარში მაგრად დაღეჭა და კინაღამ დააღჭო, თუმცა ოზდემირს გონგმა უშველა. მეორე რაუნდში კი კორმიემ ბრუტალურად დააფინიშა თავისი მეტოქე, რითიც დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია, რომლის კრიპტონიტიც მხოლოდ ჯონ ჯონსია. 2018 წლის ზაფხულში 39 წლის ასაკში დენიელს ორგანიზაცია თავაზობს მძიმე წონაში სატიტულო ბრძოლა სტიპე მიოჩიშთან. ვინც არ იცის, სტიპე ნამდვილი მძიმე წონის ლეგენდაა, რომელმაც ამ დივიზიონში ყველაზე მეტჯერ მოიგო სატიტულო ბრძოლები. მაგ მომენტისათვის მიოჩიში უკონკურენტო იყო მძიმე წონაში. ის 6 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა და თავის გზაზე გაანადგურა ყველა მძიმე წონის ტოპები. სტიპემ პირველი მიწაზე ჯერ დააფინიშა მარკ ჰანტი. მერე ჩაკოლა ანდრეი ორლოვსკი პირველივე რაუნდში. Good right hand by Stipe. Arlovsky's hurt. It's hurt. It's it. It's all over. სატიტულო ბრძოლით შეხვდა ფაბრისიო ვერდუნს და პირველივე რაუნდში ერთი დარტყმით დააძინა ის და გახდა UFC-ს ჩემპიონი. That's it. It's all over. Stipe Miocic is the new UFC heavyweight champion. ტიტულის დაცვაზე პირველივე რაუნდში მოკლა ალისტარ ოვერინი. ჯუნიორ დო სანტოსიც პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და შეინარჩუნა კამარი. და
და ბოლოს ფრენსის განუს მოუგო ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით და შეხვდა დენიელ კორმიეს, რომელიც ამოვიდა მის სამფლობელოში იმისათვის, რომ გახდეს ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი. სანამ ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, პრესკონფერენციაზე DC-ის შემთხვევით წაიქცა. UFC მესორთა ბრძოლა ძალიან დაარეკლამა, ამიტომ დანა ვაიტს რამის ინფარქტმა ხია, როდესაც დაინახა, რომ DC-ის სახეზე ტკივილი იყო. თუმცა საბედნიეროდ დაზიანება არ იყო სერიოზული და ორ ჩემპიონმა გააერთიანა თავისი კამრები გასარკვევად თუ ვინ არის pound for pound-ის ნომერ პირველი მებრძოლი. UFC, where the monsters reign. UFC, fortune, blood and pain. Heavyweight, the crown, the throne, the king division where beasts are grown. UFC, the war, the code. UFC, the final road. Heavyweight, the gods collide in the cage. No one can hide. ამ ისტორიულ შერკინებაში უმრავლესობა ელოდა სასტიკ 5 რაუნდიან ომს, მაგრამ DC მთელი მსოფლიო გააკვირვა. მან პირველი რაუნდის მიწურულს უძლიერესი მარჯვენა მოკლე ჰუკით გათიშა მიოჩიჩი და გახდა UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი, რომელიც ფლობდა ერთდროულად ორი წონითი კატეგორიის კამარს და იყო pound for pound-ის რეიტინგში ნომერ პირველი სპორტსმენი. Every punch echoes one deadly name. No way back when the lights go red. That's what they were saying. Glory is written in the blood they've shed. Clinching at the right time and then dirty boxing at the right time. UFC, where the monsters reign. UFC, fortune, blood and pain. Heavyweight crown, the throne, the king division where beasts are grown. But Brock Lesnar, get your ass in here! Code, UFC, the final road. Heavyweight, the gods collide. I'm coming for you, motherfucker! Hey, Brock, get out of my octagon. I got some pictures to take. Reign, UFC, fortune, blood and pain. იმ მომენტისათვის DC იყო ორი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ამიტომ მან გადაწყვიტა 93 კილოგრამში ტიტულის მიტოვება და მთლიანად გადაერთო მძიმე წონაში. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს მან იმიტომ გააკეთა, რადგან ჯონსი ბრუნდებოდა. ბევრი იძახდა, რომ DC-ს უჭირდა წონის დაკლება. ამაზე მსჯელობა თქვენთვის მომინდია, თუმცა ვიტყვი, რომ დენიელმა ისტორია შექმნა და გახდა UFC-ის ისტორიაში მეორე სპორტსმენი, რომელიც ერთდროულად ფლობდა ორ ტიტულს. რაც შეეხება ჯონს, ის დაბრუნდა, გადაუარა ყველას 6 ბრძოლა ზედიზედ მოიგო, მერე მძიმე წონაში წავიდა, იქაც გახდა ჩემპიონი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია, რომელზეც გავაკეთე დოკუმენტური ფილმი და ამ ვიდეოზე ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. ტიტულის მიტოვება 93 კილოგრამში დამოუკიდებლად გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა. არ მინდა ჩემზე საუბრობდნენ, რომ მე ტიტული ჩამომართვეს, ესე იგი მე რაღაცა დავაშალე, ხომ ასეა? ტიტულს ართმევენ იმათ, ვინც დოპინგზე ჩავარდა ან დიდხანს არ ჩხუბობდა. მაგალითად, ჯოშ ბარნეტს და ჯონ ჯონს ტიტულის სტეროიდების გამო ჩამოართვეს. კონორს კი იმიტომ, რომ ის არ გამოდიოდა ბრძოლებზე დიდხანს. ეს რაღაცა ცუდს და ნეგატიურს ნიშნავს. მე კი მსგავსი არაფერი გამიკეთებია. იმის მერე რაც გაირკვა, რომ DC-ს არ შეხვდებოდა ლესნარი, მას გარკვეული ტრავმები ჰქონდა და ერთი პერიოდი ის კარიერის დასრულებასაც აპირებდა, მაგრამ სტიპე მიოჩიჩი ითხოვდა რევანშს და უარს იძახდა სხვა ბრძოლებზე. ამიტომ UFC-მ კორმიეს შეპირდა კარგ ჰონორარებს და პირობებს. ოღონდ სანამ ის სარევანშო ბრძოლით შეხვდებოდა სტიპეს, მას ტიტული უნდა დაეცვა დერეკ ლუისთან, ადამიანთან, რომელმაც UFC-ში ნოკაუტების რეკორდი მოხსნა და იყო ძალიან საშიში სტრაიკერი. Touch gloves and let's do it. ლუისმა პირველი რაუნდი ჰაიკიკით დაიწყო, მაგრამ კორმიემ ის მალევე გადაიყვანა მიწაზე და რაუნდის ბოლომდე მიწაზე აკონტროლებდა. About how this fight's gonna go. Even if he has worked on those things, who's how he's done it his whole career, right? But with a guy like DC putting all that weight on you and he just does it again to come wrestle for 25 minutes. Big ground strikes that go up here. And even if he knows it, yeah. მეორე რაუნდში სანამ ოლიმპიელმა თავისი ჭიდაობა ამოქმედა, ლუისმა მოასწრო მცირე აქტივობა, მაგრამ როგორც კი ბრძოლა მიწაზე გადავიდა, დენიელმა ის ზურგიდან აიყვანა და გაგუდა, რითიც დაიცვა თავისი ტიტული მძიმე წონაში 40 წლის ასაკში. Bring that belt with you if you come to my house.
2019 წელს DC-მ სარევანშო ბრძოლა სტიპე მიოჩიჩთან ჩაატარა. გეტყვით, რომ დენიელი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა და შემდეგ მესამეჯერ შეხვდა მიოჩიჩს ზუსტად 1 წელიწადში და 5 რაუნდიან შერკინებაში საჯების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამარცხდა და დაასრულა კარიერა. ამ ორ ბრძოლას მომავალში განვიხილავ მიოჩიჩზე დოკუმენტურ ფილმში. კარიერის დასრულების შემდეგ 2022 წელს დენიელ კორმიე UFC-მ შეიყვანა დიდების დარბაზში. როგორც ორი ტიტულის მფლობელი და სპორტსმენი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა UFC-ს განვითარებაში. სტიპესთან ბრძოლის წინ მარტში გარდაიცვალა დედა ჩემი. შემდეგ ჩემი მარცხის მერე ერთ კვირაში გარდაიცვალა მამა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან სწორედ მათი დამსახურება აქ რომ ვდგავარ. მე ვხედავდი როგორ დგებოდა ყოველ დილით მამა ჩემი მიდიოდა ლაფაეტის მერიაში სამუშაოდ და საღამოს პიცერიაში მიდიოდა ჭურჭლის დასარეცხად. დედა კი სხვა ადამიანებთან მუშაობდა დამლაგებლად. ჩემმა მშობლებმა გამხადეს ასეთი ძლიერი, რადგან მე არ გავტყდი არც ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ და არც მარცხების შემდეგ. ოდრი, ჩემო საყვარელო დედა, მამა, ვიცი რომ ეხლა მიყურებთ, მიხარია რომ შევძელი და ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი წუთი გაჩვქეთ. იმედი მაქვს რომ ჩემით ამაყობთ. დღესდღეობით კორმიე ისევ აქტიურად MMA-ში, ოღონდ აქტიურობს ოქტაგონის გარეთ. ის UFC-ს განუყოფელი ნაწილია როგორც ჯო როგანი, ბრუს ბაფერი და დანა ვაითი. დენიელი ორგანიზაციაში არის წამყვანი, ასევე ანალიტიკოსი, აქტიურობს სხვადასხვა გადაცემებში, პოდკასტებზე და თავის არხზე. მოკლედ, დღემდე აქტიურად უწევს პოპულარიზაციას MMA-ის განვითარებას. დენიელ კორმიე ნამდვილად არის ამ სპორტის ლეგენდა და ბევრისთვის მოტივაციის წყარო. თქვენ კიდევ დღეიდან მის შესახებ ყველაფერი იცით. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, მაშინ დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, რომ უფრო მეტი ესეთი ცნობილი ადამიანი გაგაცნოთ. მე კიდევ ამით გემშვიდობებით.